მე ლევანი ვარ გაბრიელის მამა. გაბრიელი არის 7 წლის. აქვს უმძიმესი დაავადება ფოთოლოვანი დისტროფია. რომელიც დღესდღეობით უკვე განკურნებადი და ყოველ შემთხვევაში შეჩერებადი დაავადება არის. 2 წელია ვითხოვთ მედიკამენტს. რათა ჩვენი შვილის სიცოცხლე გახანგრძლივდეს. უბრალოდ შემთხვევაში გაუმჯობესებს მდგომარეობა როგორიც არის და. უკვე 2 წელია ვითხოვთ უშედეგოდ, ესაც კიდევ რა ვიცი, ვცდილობ და ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ არანაირი კომუნიკაცია არ ხდება მთავრობის მხრიდან. სრული იგნორი მთავრობიდან რომ ხდება და ესე როგორ ვსვიფი თავს, აი სრულიად მარტო რა. ებრძვი რაღაცა სისტემას და კან მართალი იცი ყველანაირად, მაგრამ სისტემას უწევს ძალიან რთული არის მე ბრძოლის მოგება. აი კიდე ჩემი მეუღლე თავარი მძიმედ არის და აპროტესტებს ყოველდღიურად აი ამ ყველაფერს უსამართლობას რა პირდაპირ. თქო ძალიან რთულია შეეჯახო პირველ რიგში ამ რთულეს დაავადებას ამავდროულად გიწევს ბრძოლა ხელისუფლებასთან აი მიმართავ ყველას ძალიან გთხოვთ მიმართეთ ისეთ ზომებს რათა აღნიშნული მედიკამენტები იყოს შემოტანილი ჩვენს ქვეყანაში ჩვენ რაც რეალურია ვითხოვთ იმას არსებობს მედიკამენტები არსებობს ეს მედიკამენტები და ამას აღნიშნავს ამერიკაც და ევროპაც და რატომღაც ჩვენი ქვეყანას თუმცა არ უნდათ მათ არსებული მედიკამენტების შემოტანა ჩვენი პროტესტი მშობლების პროტესტი მანამ გაგრძელდება სანამ ეს არსებული მედიკამენტები არ შემოვა ჩვენს ქვეყანაში და არ მიიღებს ამ ქვეყნის მოქალაქე ბავშვები ამ მედიკამენტებს